ფული, ჩაკაფული. დღეს მომზადებთ ქათმის ჩაკაფულს. რატო? ძალიან დიეტური, გემრიელი. მოკლედ ძალიან კაი რაღაც გამოდის და მოდი ერთად გავაკეთოთ. ჩვენ დაგჭირდება აქ არის ორი კანგაცლელი ქათმის მარკალი, გავუყინავი. მოზრდილი. ხახვი. კინძი. პიტნა. და რადგან ახლა ვერ ვიშოვე ცოცხალი დარხუნა. გავხმარი. დარხუნა. 1 შეკვრა. 10 გრამი. აი, მთელი 1 შეკვრა, მშვენიერი, სამეფო, ცოტშორის ამ ბრენდის სუნელებს ხმარობ და ძალიან ყვაყოფილი ვარ და საკმაოდ იაფიცის ვერს. გირჩევთ. ხო, რა თქმა უნდა, რა ჩაკაფული ღვინის გარეშე. ეს არის ოჯახის კახური თეთრი ღვინო. გაყინული ღემალი მაისის. პირველ რიგში ავიღოთ მწვანე ხახვი. შეგვიძლია ცოტას დავუკეპოთ ქათმის უკვე ფილე. ეგეც დავკეპოთ და გავასწოროთ თანაბრად. ნახევარი ტყემალი ჩავაწყოთ, ეგრევე დავაწყოთ ხორცზე. აი ეს ფეგობა. პიტნა. ასე. ხმელი დარხონა. ერთი მოზრდილი კონა კინძი. მარილი. ცოტაც ჯობია მარილი დავაკლოთ, ვიდრე ზედმეტი უქნათ. ღემალი. ცხიმიანმა ბარკალმა არ შეგაშინოთ, რაც უფრო ცხიმიანია, მით უფრო ნაზი, რბილი და გემრიელი იქნება. და მთავარი საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც არავინ არ ხმარობს. თეთრი ღვინო. დაახლოებით 250-300 მილილიტრი. წყალი, რამე არაფერი სხვა არ სჭირდება, მთლიანად თავის წვენში მოიხარშება. დავაფეროთ ხუფი და დავიმახსოვროთ. სანამ არ მოიხარშება, ხუფს არ ხდით. 45 წუთით დაახლოებით ჩაკაფული მზად არის.